სალამი ყველას, მოკლედ დაგიბრუნდით მორიგი ჰორორ თამაშით და დღეს ვითამაშებთ თამაშს სახელად რეპორტერს. ეს თამაში არის სოლო, შესაბამისად დღეს არ გაყოლება არც ვაკო, არც ვიქნებოდა და ვესწრებით რომ დავხუროთ ეს თამაში მარტო. თუ ერთ ნაწილში ვერ დავხურავთ, გადავიღებთ იმდენ ნაწილს, რამდენიც საჭირო იქნება, იმიტომ რომ ძალიან დამაინტერესდა ეს თამაში და მოდით ნახოთ რა დაგხვდება. შორის აი ეს ასე ვთქვათ თამაშის შემქმნელები არასდროს არ გამიგიარს რეპორტერი. აუ რა კარგი გრაფიკებია მეგობრებო, ამას არ ველოდი, ამას მართლა არ ველოდი. 30 FPS-ისთვის რავი, საკმაოდ კარგია მე მგონი, მოდით წავიკითხოთ. ვინ ხარ და აქ რატომ რო გეკითხებიან? აკდენი რო ვიცოდე, რაღა მიჭირს. ეს რა არის? ნოშკროთ სუსისველია აქეთ. კაი. გავიდით, ეს რა არის? ვიღვიძებთ, არ ვიცით სად ვართ და ჩვენი მიზანია რა თქმა უნდა ამ ადგილს თავი გავახსნათ და ჩვენ გასაღები გვჭირდება, რომელიც არის დიდი ალბათობით აი ამ ოთახში. მაგრამ სად არის? აქ არ არის, ძირს არ არის. ვაუ, გასაღები აქ არის. ვა, ტელეფონი. აი მე ცოტა გული გამისყდა მეთქი, რა ხდება ჩემი? სარკეს ჩვენ თავს ვერ ხედავთ, მე მგონი ჩვენ ვართ თავარი მონისტრი. მაგრამ საქმე იცით რა შეარო, გასაღებს ვერ პოულობთ. აგი. Hello. Hello. ტელეფონი არის მე. The number you have reached is not in service. This is a recording. სიო. ფანარი გჭირდებოდა, ეს ტელეფონი იქნება ჩვენი ფანარი და მოდი ვაშენი ეგრევე ვაიმე რა მაგარი გრაფიკებია, მართლა შოკირებული ვარ, просто სიარული ცოტა music plays. გული გამისკდა მართლა. შევი, მიყვარს ესეთი თამაშები ზოგადად, სადაც ეგრევე ჯამპსკიარი არის ხოლმე, მაგრამ ესეთიც მეც გაიხურე. აქედან გამოვედით. დახურე. იმედია დავხურავთ ჩვენ ამ თამაშს. ბიჭო, რა სიბნელია. რაღაცა მე ძალიან საშინელი ხმები მესმის. ეს სეიფი როგორ უნდა გავაყოთ? ამით რა ხდება? უყურებ სიტყვაზე მე.
მეც მაგდაც წავიკითხო. გავაღეთ. ამდენი წვალების მერე გავაღეთ. ვეჩალიჩე რავი ის გავხდი ვიღაცა მუზეუმის მძარცველი და როგორც იქნა იმას რა ქვია, კაი. ვა, გული გამის. ვა, კარგი პაზლი იყო. ეს რა არის? კასეტა. რა, მოიცა კასეტის აღება არ შემიძლია? აუ, ძალიან მაინტერესებს ხა აქ რა იქნება შიგნით. კაი, ნუ დავდოთ. გავაგზავნოთ სულ. გასაღები. ვაში! შენი დებილი მომგონი. ეს რა იყო, ბიჭო? ეხა სპეციალურად გაგვიკეთა ეგრე რომ ვა რა უთხი გაიჩითა ბიჭო ნახე მი ცოტა მისალაგებელია მაგრამ არა უშავს მიალაგებენ რა ეს პარანორმალური არსებები და ანომალიური ბიჭო რა მხილაბინა აი რო ვთქვა და როგორი მისალაგებელი კაი ძალი ეს კარები მე არ დამიხურია და ერთი რომელმა იმან დაკეტა უზდელმან მაიმუნ. ეხა მე დავხურავ. შევედით. დაგიბრუნდით მეგობრებო ძალიან რაღაცნაირი სარდაფიდან. გავანათო ჩემი ფანარი. გასაღები ამისთვის გვჭირდებოდა. ესე იგი. ეს ვისი სათამაშოა? ია, კარგი ვიღაცა არის. კაი, დავდოთ. ძალიან საყვარელი ტიპი. მე წავედი ძმა ეს რა არის ეხა ბალიშები გადმოყრილი არანაირი სისუფთავებთან და აქ ჭედავს ხო თო რა პარა უცნაური ვაფშე რფერი შეძგოსო просто ჭედავს ეს რა ნუგზარ გამარჯოს, ნუგზარი გაწუხებს 25 ცხენასნეთი. ვინ ჩაკეტა მანდ? აკეთა დაშოვა. ვის წაბაძრო თავი მითხარი? ვინ ჩაკეტა ეს? გამოგიყვან არის დარდო. გასასვლელს არ მოპირები, არავის არ მიზაღმე. თავი დამანები. მე ქარშამბოლ. ვაიმე დაკეტილია, როგორ გავაღო კარები? მიდი შემოანგრიე, ძალები გექნება რამე. მოვალ ერთი წუთი არ ინერვიულო, ერთი წუთი მოვალ. მოვალ მალე. აღარც მოვალ. გასაღები მჭირდება. ნუგზარი არის გასაჭირში. პერსონაჟის ახალი სახელია, ეს უცებ მომავალ. ეს სათამაშო წავიღო, მაგრამ თუნდაც ეს სათამაშო. ნუგზარას უნდა გასაღები. აქედან დავიწყე. კარებები დაკეტილია. მართლა ეს ხო არ უნდა წავიღოჩი. არა, ვერც. მოიწმეთ ეს რა. როგორ გამახარა ეს სიკვდილია. ეცრავო. ეს გონი გზა არის. გასაღებით უნდა მოვკურცხლო აქედან. და შუაში თუ შევედი, კაი და იქ, ნუ არ ვიცი. მერე გადავხედავ. ცოტა ვერ მივხვდი. ისე მითხრა სიკვდილიაო, გეგონება აი ჩემ წინ არ დგას ეს.
პაზლი ხო არა. იმიტომ რომ როგორც გადავხედე მე აი ეს უნდა გამესწორნო. რატო გაქრა ეს? აი მე რა კარგი ნახატებია. ოპერაცია არ გამიკეთებია. რა კარგი ნახატებია. არა, ეს არის დამუშევარი და ნუ გავაგებ კარებს და ნუ გზარი წინ გამეჩიტება, ხო? ეს კარები აღარ იგებ. ეს ვისი ხელია, ჩემი კარგი მოყან. აქეთ ვერ მივდივარ. ეს კარები კიდე ბიჭო, ამ კარებს ნუ მიხურავთ. იქნება. აუ, ბიჭო, ეს ერთ-ერთი მანეკენი მომაძრობს ყელს და უნდა დავრჩე მე მეზობლის იმედზე. ერთ-ერთი მანეკენი არ იქნება. აი მაზიანს დავდებ რომ ერთ-ერთი მანეკენი არ იქნება და ვაიმე. გამწიხლავენ. ამდენი მანეკენი ამ სახლში ვინ ცხოვრობდა? ერთი ცოლი მოეყვანა ამ ასეთი მანეკენების მოყვანას. რა უძდელია ითარი ხა. გამიტიტო აქ. თავ მანეკენი რა თქმა უნდა. მოკლედ შუაში ვარიო სიკვდილია. კი, ხვდები. ის რა კარგი ოთახი იყო. აუ გული მიგზნობს. ვაიმე. ერთი ჩეკპოინტის და ვაპაუზებ. ერთი ჩეკპოინტის და უეჭველი უნდა დავაპაუზო ეს თამაში. კოდიო 11 1 ყველა მაგ კოდს აყენებს. აუ კოდი უნდა მოვძებნო ეხა იქ. რა კაია? მაგრამ ნუ გზარი სად წავიდე ბიჭო? ჩემი ძმა. შეაკეთო პირდი შესვლას კაკრას. მოიცა ხო ხო. წაჭა. დავაი მიდი გაიქეცი. გაქცევა შემიძლია. აუ გული გამისკდა. ავიხლართები ეხა. კიდევ ერთი კარები ვიპო. უკან გამოვედი. დებილი ხო ვარ ბიჭო. ერთი წუთი კაცო. პირდაპირო. მაგრამ მოიცა. ჰორორ თამაშებში მე ვარ პროფესიონალი. Endless Nightmare მაქვს დახურული ბიჭო და კიდე მისტერ კუპატასთან და ვაკოსთან ერთად გადაღებული მაქვს ის რა ქვია. გოსთი. და რა გონიათ ბიჭო რომ ეხა თქვენ ესე მოხვალთ და მაპიოთ. ყველაზე კარგი იქნება თუ ბატონი ნუგზარა არც არ გამეჩითება და კისერს არ წამაძრობს, რა თქმა უნდა მეგობრულად. მაგის იმედი მაქვს ყველაზე მეტად. რაც შეეხება კოდს, კოდი სად იყო? ერთი-ერთები არ იყო. არ არის გოიმი ამ სახლის პატრონი როგორც ჩანს.
ეხლა გავაღებ კარებს და სადღაც გავერ ვახებ. აუ, ბიჭო, მაინც და მაინც ნუ გზარისთან უნდა მივიდე, იმას ექნება კოდი. იმას კოდი არა, მე ვიცი რაც ექნება ეხლა და დაგვახურინებს ეგრევე. კარებს ჭირდება კითხვის ნიშანი, რომელიც ჩვენ არ გვაქვს. აქეთ უნდა წავიდე, სხვა გზა არ არის ფიზიკურად. ამ ოთახში უნდა შევიდე მგონი. ეს სიკვდილის დემონიური ოთახი როა. სიკვდილით ახლა დებილი თუ არა ხარ, ვერ მოკვდები ამ ოთახში. არა, ნუ ეგრეც ნუ ვიტყვით ახლა. ამ ოთახში იქნება ეგ კოდი რა და სისხლით ხო არ წერიან და. სისხლით კოდი არ წერია. ისე მეც რა გაი. აჯიგარი ვარ რა. რა სისხლით კოდი მიღაიც. ოი мама, გადი შენი, გადი მეთქი, მე ნუ გადამახტებ. ერთხელ ხა. შემოდი. მოგეუბნები შემოდი. მოდი აბა თავი. ამას როგორ უნდა გავექცე, ბიჭო, ამას როგორ უნდა გავექცე, გამაგირო. აი ეს. ვაიმე! რა მაგრამ ორბის ბიჭო ემეს. ხარა გზარ. გადი, ჩემი. ბიჭო. ვაიმე. აუ, რა დამეწია, ბიჭო? გამიშვით რა. აუ, კიდე კითხი უკან არ დამატრიალო, გეხვეწები. ბიჭო, რა ეს ანუ თავი კიდე იმაზე არ შემეშინდა წირო გამეჩითა, მაგრამ ბიჭო, უკან როცა. მაგრამ აიმუნობს ეს ახვარი მონსტრი ეს. აქ არიდგე. კოდში რა დედის. მოიცა აქ იქნება რა. არქენესიო და რაღაცა ნოუთებს წერს. მერე წავიკითხავ თავის ფარდო რომ ეთქვა. კაი. ანუ მე ხა უნდა ვიპოვო ვიდეოში კოდი. კოდი კიდე მართლა ანუ სადღა ნახო არ ვიცი. აქეთ უნდა შევუხვიო. აი რატომღაც მგონია რომ აქეთ უნდა შევუხვრო, მაგრამ აქედან ვა მეთქი ეს ნუ გზარა. აქედან ხო შემოვედი და რატომ უნდა შემოვუხვიო აქ მოიც. გადი ნუ გზარ. მე და შენ ხო ძმაკაცობდით რა გჭირს რა გემართება. ეს სახლი ერთად არა ვაშენეთ? ერთად არა ვაშენეთ მეთქი ეს სახლი ნუ იქცევი ეგრე კოდი მჭირდება რომ გავიდი აქედან ძმაო და დავრეკავ მე სადაც საჭიროა და გაგიყვან. გამიგობა. აუ ამ ნაწილში კოდს ნეტა ვიპოვით ვაფშე. ვიღაცის თავი დავინახე. ნუ გზარ. კაი, ბიჭო, ხო იცი რომ ანუ კოდს ავიღებთ თავგაზავ. რატომ და ძმა ამდენი? მოიცა. ერთი წუთი. მოდი მე გავალ. ერთი წუთი. მოიცა. ეს რა სად გამოვედი? აუ ძალიან ლაბირინთებში დავდივარ. უაზროდ ლაბირინთებში დავდივარ.
აი ეს მინდოდა. ერთი შევისვენო. ვა, ბიჭო, იქნება აქ იყოს რამე კოდიც, თორე დამტანჯა იმდე დანაკოჭი. ვახ, მოდი, აი. აქ მოვძებნოთ რამე. ანუ დასაწყისში რაღაცა იქნებოდა, მარტო ეს დებილობა ნახატი ხო არ იქნებოდა. ერთი ეს ბაჭია. ეს რა? ეს. შემოტრიალდი, ჰა? აუ, კოდი ბაჭი, ანუ ურთხლის კანალზე რო კოდი დაეწერათ, რომელმა ჭკვიანმა მოიფიქრა 6192 წავედით მოგზარ. სიო ძმაო, სიო გავხსნით იმ კარებს. 6192 ჩემს მახსოვრობას ვენდო. იო. წინ. უკუსვლით არა, წინ სვლით. დავაი, მიდი. სადმე არ გამეშთო თორე დავაი, ბოლომდე ირბინე, ფეხებზე მკიდა, შეიძლება უკან მარშდეს, მაგრამ მირბიორ. წინ თავისუფლებისაკენ. დავაი. აუ, კოდის კარებს ვერ ვიპოვი ახლა. ეს რა არის? აუ, ბიჭო, ხა ეგ კარები რო ვერ ვიპოვო, შეიძლება ცუდათაც გავხდე. დავაი. მიდი რა, მაგრამ აქ ხა მაგარების გაღების მუღამი და გამეჩნდება ის როგორ თქვა. ვიტყოდი რა, გაიხო და დაყლები ფული რა. ოპა, აგე კოდიანი განები ვიპოვე. 6192 6192 ოკეი. გაიღო. გავახეთ კარები. მოკლედ, მეგობრებო. პირველი ნაწილისთვის სულ ეს იყო. ეს არის სასტელი ვიდეო, სასტელი ვარიანტი თან. ძალიან დამაინტერესდა და დიდი ალბათობით დავხურავ, მაგრამ თუ მოგეწონათ ეს ვიდეო, დალაიქეთ, გამოიწერეთ ჩემი არხი და ჩაუხდეთ ზარისღილაკი, რადგან მეორე ნაწილსაც გადავიღებ აუცილებლად რა. მადლობა ყურადღებისთვის და ნახვამდის.